მოგესალმებით ან მივესალმებით ჩემს მაყურებელს და ჩემი სრული სოლიდარობა ყველა სინდისის და პოლიტპატიმარს და ყველა იმ ადამიანს დღეს ვინც პატიმრების მიღმა ეხა არის ფაქტიურად პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი, ამას პოლიტიკური ტერორი ქვია. სწორად აღნიშნე შენ ანუნა, ისიც რაც პარტიებთან მიმართებაში არის გეგმაში და გაცხადებული კობახიძის და ქართული ოცნების სხვა მოლაპარაკე პირების მიერ, ეს ყველაფერი არის ერთის მხრივ დიქტატურის დამყარების საკითხი და მეორეს მხრივ აი ეს რეპრესიები, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობთ და ჩემი წინამორბედი, რომელსაც მინდა აქვე პატივისცემა დაუდასტურო იმ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ჟესტისთვის, რაც გააკეთა, ყველა ამ ადამიანის დევნაც, ანუ აქციის ჩახშობის მცდელობაც, მედია საშუალებების დევნა და ჟურნალისტების დევნა ამოღებულად, მიზანმიმართულად, თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ყველაფერი არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი, რასაც ქვია ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება. ეს არ არის არც რიტორიკულად ნათქვამი, არც რაღაცა პოლიტიკური შეფასება რაღაცა სილამაზისთვის ნათქვამი, არამედ პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის დიქტატურის დამყარება. დღეს თქვენმა კოლეგებმა რაღაც ბრიფინგზე ჟურნალისტებს შეხვედრაზე მკითხეს, რომ აი რა მაგალითები არსებობს. ხო, არსებობს მაგალითები პარტიების აკრძალვის. იმიტომ რომ რაღაცა პარტია ისეთ რაღაცას აკეთებდა, რაც აკრძალულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით. მაგალითად, აი ბოლო შემთხვევა არის AfD-ზე გერმანიაში პროცედურა, ალტერნატივა გერმანიაში პარტია, მასზე პროცედურა, რომ ანტისემიტია და ეროვნულ შულს თესავს და ამის გამო მიდის პროცედურა აკრძალვა არ აკრძალვის. ზოგადად ძალიან რთული თემაა პარტიების აკრძალვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცივილიზებულ სამყაროში მაგალითები ამ პარტიების აკრძალვის არის ყოველთვის ისეთ შემთხვევები, როდესაც რაღაცა ძალიან მძიმე ამბავთან არის ამ პარტიის აქტივობა დაკავშირებული, მაგალითად ტერორიზმთან და სხვა რამესთან. ამ შემთხვევაში რაც საქართველოში ხდება, ხო, აი რაღაცა ბლანკეტურად მიყოლებით ბევრი პარტიის ერთად აკრძალვა. ასეთ შემთხვევას, ასეთ მაგალითებს ცივილიზებულ ქვეყნებში ვერ ნახავთ, მაგრამ მრავლად ნახავთ ასეთ მაგალითებს, ალბათ 99% შემთხვევებისა, სადაც ვიცით, რომ დემოკრატიულ წყობილებაში დამყარდა დიქტატურა, აი ეს ისტორიული ფაქტი, სადაც მომხდა, 99% შემთხვევების ნახავთ ასეთ მოვლენას, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვას, პარტიების, ანუ ოპონენტი პარტიების კრიმინალიზაციას. ამას ნახავთ უმრავლეს შემთხვევაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევებში იმ ქვეყნებისა, სადაც დიქტატურა დამყარდა. დიქტატურის დამყარების თანხლები აუცილებლად მოვლენა არის პარტიების აკრძალვა. ამიტომ ამას ვადევნებთ თვალყურს, რაიმე მაგალითები სადღაც ცივილიზებული სამყაროდან აქ ზედმეტია, ვადევნებთ თვალყურს დიქტატურის დამყარებას. პარტიების აკრძალვა ამის მთავარი კომპონენტია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. აქ ხო არ არის ლაპარაკი რაღაცა ესე გამოხატე, ესე არ გამოხატო, თქვათ, ხო, პროტესტი. აქ არის ლაპარაკი მარტივ რაღაცაზე არ უნდა, საერთოდ უნდა გეშინოდეს, რომ გამოხატო. როდესაც ჩვენ პროტესტის გამოხატის კრიმინალიზაციას ახდენთ, ანუ ციხით ასანქცირებ ადამიანს, რომელიც საკუთარ პროტესტს გამოხატავს ქუჩაში, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კრიმინალიზაცია, ხო? მე მაქვს უფლება, რა ვიცი, ვიცხოვრო, ვიარსებო, თავისუფლება. აი ეს თავისუფლებების, ამ თავისუფლებების შეზღუდვამდე მივიდა. ამიტომ არის დიქტატურის დამყარება და არა სხვა რამის გამო. ხა ამაზე ლაპარაკი ზედაპირულად, ლეგალისტურად, რაღაცა კანონი დაარღვიეს, რაღაცა ამაზრზენი ფრაზები მესმის დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. ხო, შეგვიძლია ეს ზედაპირულად ლაპარაკი, თუ ვართ ბოდიშს ვიხდი ამ გამოსვლის, თუ ადამიანი იდიოტია, მას შეუძლია აი ამ თემაზე ლაპარაკი ზედაპირულად, თუმცა არაფერი საზედაპირო აქ არ არის. ადამიანებს მიზანმიმართულად ქუჩაში აქციაზე დგომის გამო ასანქცირებენ. ოღონდ ამას მიცეს კანონის სახე ანუნა. ეს რას ნიშნავს? აღარ მახსოვს კონკრეტულად არ მინდა რამე არასწორად თქვა. შაშან გვახსოვს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი ამ ქვეყანაში, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ძალიან მძიმე თანდაყოლი დაავადების მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების შეწყვეტას. გახსოვთ ჩაშანდელი მოვლენები, როდესაც მშობლები და ბავშვები კანცელარიასთან ათანებდნენ და აღამებდნენ. ეგ რას ნიშნავს ეს კანონი, ხო, რომელსაც ეხა უსადაგებენ მათი გადმოსახედი და რაღაცა ხალხის მტრებს. კანონის ფორმა რატომ ირცეს, თუ ერთი კონკრეტული პროტესტი იყო პრობლემა, ხო? პროტესტი კი არ არის პრობლემა, ზოგადად მოვლენა ადამიანის თავისუფლება ხდება ამათვის პრობლემა, ამიტომ დიქტატორულად კანონს იღებენ იმისთვის, რომ იგივე ის რაც ვახსენე, ის პროტესტი, რომელიც ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე იყო მიბმული, ის პროტესტი ვეღარ იარსებებს, ანუ იმ მშობლებს ეხა ერთ პირველ ჯერზე 15 დღით ჩასვავდნენ ციხეში და მეორე ჯერზე 1 წლით გაუშვებდნენ ციხეში. ანუ ამ ქვეყანაში პროტესტი ვეღარ უნდა გამოხატოს მოქალაქემ, აქ მივდივართ? კი, აქ მიდის ქართული ოცნება. ეხა ჩვენი საქმე რა პასუხს დავახვედრებთ ამას. ბოდიში არ უნდა გამეწელებას. კი ბატონო, აი ის კობახიძის განცხადებას მინდა შევეხო ისევ თაზო დღევანდელს, დღეს უნდა შეეტანათ, მე მგონი წესით ორ შაბათს თუ სწორად მახსოვს, სარჩელი უნდა შეეტანათ საკონსტიტუციაში, ეს კითხეს სხვათა შორის დღეს
დღეს ხო, არ მედიის წარმომადგენლებმა, რომ აი რა ხდებაო, რატო გაჭიანურდაო და არ ინერვიულოთო მიმდინარე კვირის ბოლომდე შევა საკონსტიტუციო სასამართლოშიო სარჩელი შეტანის გადადების საფუძველი ბევრი ტექნიკური სამუშაო იყო. ამის შემდეგ იყო დამაზუსტებელი შეკითხვა, რომ თუ შეუძლია ჩამოთვალოს ბრჭყალებში, რომ თქვა ასაკრძალი პარტიები და თქვა, რომ აი კვირის ბოლოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ისე შეიძლება 20-საც გადასცდე, მაგრამ ფიქრობთ ჩვენ 10-მდე პარტიაზეო, თქვა ირაკლი კობახიძემ. თქვენ რა სიტყვით თაზო ხართ მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხვდებით აი ამ სიაში, რომელსაც კვირის ბოლოს გაუსაჯაროებენ საზოგადოებას? არ ვიცი, ანუ აი იქიდან გამომდინარე რა წინა კითხვაში გიპასუხეთ, მე თქვენის ნებართვით დიდი პატივისცემით თქვენდამი არ შევდივარ მეტ დეტალში. აი ამ თამაში, ამ ლეგალისტურ თამაში, ეხლა რაც ქართულ ოცნებას გამიზნული აქვს, ეხლა რა არის ამის მიზანი, ხო მარტო ერთი ვსყური, რაც წინა კითხვაზე გიპასუხეთ, ხო პარტიების აკრძალვა არის დიქტატურის გამყარების განუყოფელი ნაწილი და ამიტომ კრძალავს, ამას არ უნდა ეხლა მეტი სიღრმისეული ანალიზი გადალახულია ეს ზღვარი, ის ამყარებს დიქტატურას, შესაბამისად კრძალავს პარტიებს. ერთი. მეორე მიზანი რაც აქვს ამ ამბით, აი ამ პარტიების აკრძალვის ამბით. იმ ამბით რაც მიდის ახლა მათი ყოფილი ძმაკაცების, ძმების, პარტნიორების, კოლეგების, ხო, იქ სახლებში შეუვარდნენ და რა ვიცი რა ცხოვრებაში არ დამსიზმრებია იმდენი მილიონი დოლარი და უქროულობა გამოიტანეს იქიდან. ამის მიზანი, აი ამ პარტიების აკრძალვაზე ლაპარაკის და ამ რაღაცა სუსპენსის დატოვების მიზანი, ამ რაღაცა ხო იცი ცოტა დეტექტიური დილემის დატოვების მიზანი, რომ აბა მოდი გამოვიცნოთ. რა ხდება? ამის მიზანი არის საზოგადოების ყურადღების გადატანა აი ამ თემებზე, აი ამ რაღაცა ტექნიკურობებში ჩაკარგვა და მსჯელობა იმაზე, აი ვის ველოდებით, ხო, რა თქმა უნდა ველოდები. მაგასაც ველოდებით, აკრძალვასაც, რა ვიცი, დაჭერებსაც ველოდებით, ყველაფერს ველოდებით, რაც ივანიშვილის დიქტატურის დამყარებაში სჭირდება. ამიტომ არ მგონია, რომ ვინმეს რამე ინდულგენცია აქვს ამ ქვეყანაში. ერთი დეპუტატის არ იყოს ქართული ოცნებიდან ამ ბოლო დროს სიტყვა ინდულგენცია, რომ უადგილოდ გამოიყენა. არავის არ გვიჭირავს ხელში ინდულგენცია დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვითვლებით ამ დიქტატურის მოწინააღმდეგებად და მე მგონი ასეთებად ვითვლებით ჩვენ ყველანი. მე, თქვენ, ჩემი პარტია, თქვენი ტელევიზია და ბევრი ის ადამიანი ჩვენ გარშემო, ვისაც არ უნდა ამაში ცხოვრება. ამიტომ კი, ამ ყველაფერს ველოდებით, თქო ამის სიღრმეში არ მინდა შევიდე რა. აი ამ დისკუსიაში არ მინდა შევიდე, სწორად გამიგე. მე ვიცი ის ამყარებს დიქტატურას. რა რესურსი მაშინ თუ მოიყვანეს მართლაც ეს მათი მიზანი, ესე ვთქვა და სურვილი სისრულეში, ხომ? საკონსტიტუციო დონეზე აპირებენ, საკონსტიტუციოს ხელით აპირებენ, ხომ? ფაქტობრივად ამ ყველაფრის აღსრულებას რა რესურსი რჩება თქვენ პოლიტიკურ პარტიებს მათ შორის, რომ არ ვიცი, გააგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა კვლავ ესაუბროთ კომუნიკაცია გქონდეთ ამორჩეველთან, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაც კონსტიტუციის დონეზე გეუბნებიან, რომ აკრძალული ხართო, ხო, ამიტომ გადატრიალება ქვია, ამას საკონსტიტუციო გადატრიალება ქვია. რასაც ეგენი აკეთებენ, ანუ როდესაც ჩვენ გძალავ პოლიტიკურ პლურალიზმს ქვეყანაში წერტილს უსვამ პოლიტიკურ პლურალიზმს, ანუ მრავალფეროვნებას პოლიტიკური არჩევანის, მოდი ამ კუთხით შევხედოთ, იმ კუთხით კი არ შევხედოთ, რომ თაზო დათუნაშვილს მაგალითად, ან რა ვიცი, მამუკა ხაზარაძეს, ან ვინმე სხვას ეკრძალება პოლიტიკურ საქმიანობის, რომელთაც ეხლა ვარ დაკავებული. ხო, ეს გვეგზავნა. მოდი ამ კუთხით არ შევხედოთ და შევხედოთ რიგითი მოქალაქის კუთხით, რიგით საქართველოს მოქალაქის კუთხით, რომელსაც მისი გადმოსახედიდან, რიგით საქართველოს მოქალაქის კუთხიდან და მისი გადმოსახედიდან მას უკრძალავ არჩევანს, ხელისუფლება მას უკრძალავს პოლიტიკურ არჩევანს გარდა ერთი პარტიისა ან მისი სატელიტებისა. ხო, ხვდებით რომ მისი ან ერთი პარტიის ან თქვა რაღაცა კეთოს, რომ აი რამოდენიმე სატელიტი მყავს და აქედან ამოარჩია. ანუ რეალურ არჩევანს უზღუდავს საქართველოს მოქალაქეს. ანუ ყველაზე პრიმიტიულ დონეზე ამყარებს დიქტატურას. ამისთვის ვინმე მზად არის, ვერ გეტყვით, აი ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ არ მგონია, რომ აი ამ მოცემულობისთვის, ამის აღსაქმნელად დღეს საქართველოს რიგითი მოქალაქეები მზად არიან თუ არა, რომ აღიქვან, რომ პოლიტიკური არჩევანი მათ ეზღუდებათ ბიძინა ივანიშვილის გემოვნების შესაბამისად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ამის გააზრება და მეორეს მხრივ არ მგონია, რომ გულწრფელი იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გეტყვით, რომ აი 100%-ით მზად არის ახლა იმისთვის, რაც ელოდება წინ. იმიტომ რომ არ ვიცით რა ელოდება ამ ვითარებაში პოლიტიკურ ცხოვრებას ამ ქვეყანაში.
მზად დიდი ხანია, ბოლო პირდაპირ გეტყვით, ბოლო 3-4 წელია, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ამის მერე ისეთ პროცესი წამოიწყო ქართულოსნებმა ამ ქვეყანაში, რომ მზად ყველაფრისთვის ვართ, ანუ ის რომ ყველა განვითარება შეიძლება ყველა სცენარი, რომელიც უარყოფითი იყოს ივანიშვილის ოპონენტებისთვის, ყველაფრისთვის მზადა ვართ, ანუ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ესე, მაგრამ კონკრეტულად ახლა აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, ძალიან ძნელია ამის პროგნოზირება. ერთი რამ ვიცი, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ეს პროცესი, ხო, რაშიც ვართ. წინააღმდეგობის და საზოგადოებასთან რაღაცა კომუნიკაციის იმის სათქმელად, რომ საქართველო კარგავს მომავალს, ჩვენი შვილები კარგავენ მომავალს, რომ ეს არის ღიად რუსული ამბავი. აი ამის კომუნიკაციის სივრცე, რა თქმა უნდა, აკრძალვის შემთხვევაში შეიზღუდება, გართულდება, გაძნელდება, მაგრამ ერთი რამე რაც შემიძლია ახლა თქვენი საშუალებით დავპირდე ჩვენთან ამოქალაქეებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მხარდაჭერ ვართ, არც ერთი წამი არ გავჩერდებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ ამ პარტიაში ძალიან ისე ნათლად გვაქვს დანახული ამ ქვეყნის ერთ-ერთი მომავალი, ეს არის დასავლური ცივილიზაციული სამყაროს ნაწილი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, თანზმ ნათუნაშვილის საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.